მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ესეთი ამანათი. ესეთი ამანათი ალბათ მე მგონი ჩემს არხზე დიდი ხანი არ გინახიათ, იმის გამო რომ ეს არის მეგობრებო AliExpress-დან გამოწერილი ამანათი. ალბათ მიხვდით, სულ განსხვავებულია, ალბათ შეჩეული ხართ უკვე ჩემს ამანათებზე რომ არის დარეგისტრირებული ფოსტი, ცოტა სხვანაირი ფორმით, მაგრამ დღეს სულ სხვანაირი ფორმით ჩამოვიდა. ეს არის გამოწერილი AliExpress-ზე, არის ჩინეთის ფოსტით ჩამოვიდა, აი აქ როგორც ხედავთ, შესაბამისად დარეგისტრირებული ამანათი იყო და ჩამოვიდა დაახლოებით 14 დღეში, დაახლოებით 19 აპრილს გამოვიწერე ეს ამანათი. როგორც ხედავთ, სპეციალური მასალაა, რომელიც შეფუთულია, ესე რომ ვთქვათ, ნივთი, რომელშიც არის შიგნით და ეს არის, აი როგორც ხედავთ, მობილური ტელეფონის ეკრანი, აი აქ როგორც LCD ეკრანი. ნუ ვიზუალურად რა შემიძლია ვთქვა, არ ემჩნევა არაფერი, რომ გადაზიანებულია, მყარად არის, დასკოჩილი არის უბრალოდ როგორც ხედავთ. არაფერი განსაკუთრებული არ აქვს ამანაც, როგორც ხედავთ, დამატე პლუსი ის არის, რომ გამყიდველმა ფრაგილი, ანუ ტეხვადის იკონკა სტიკერი მიაკრა, ესეც მნიშვნელოვანია ჩემს აზრით. ნუ ჩამოვიდა სწრაფად, ამანათი ვიზუალურად არ არის დაზიანებული. მოდით გავხსნათ და ვნახოთ რა არის ამ ნივთში, ამ ამანათში უბრალოდ ესე შეგვიძლია მარტივად გავხსნათ. რა თქმა უნდა, დიდი პლუსი არის, რომ ესეთი გამყიდველი შევხვდა მე AliExpress-ზე. დიდ ყურადღებას აქცევს სავარაუდოდ ყველა ამანათს, რომელსაც აგზავნის მომხმარებლებთან. აი ესე გამოიყურება. აი ესეთი შეფუთვა არის, როგორც ხედავთ, შეგვიძლია ამოვიღოთ შემცველობა. აქ არის ტელეფონის ეკრანის შესაცვლად საჭირო სახრახნისები, აი როგორც ხედავთ. აი ესე ვეცდი უფრო კარგად გაჩვენოთ. აი ესეთი სახრახნისია სამი ცალი, ორი ცალი პლასმასი, ბარემ ამოვიღოთ და ვნახოთ რა ნაწილებია. ესე იგი აქ არის სამი სახრახნისი, ალბათ ტელეფონისთვის განკუთვნილი. ეს კონკრეტული არის ეკრანი არის Xiaomi Mi 4-ისთვის, თუ არ ვცდები. ნუ 4 სახრახნისი როგორც ხედავთ, ორი სპეციალური პლასმასის მასალისგან დამზადებული დეტალები, რომელიც საჭიროებს ტელეფონის გახსნისას, აი ესე გამოიყურება. და ასევე სიმბარათის ამოსაღები ლატოკ თუ რას ქვია, არ ვიცი, ნემსი ალბათ, უფრო ალბათ იცით, ხარისხით ძალიან კარგადაც არ გამოიყურება. შემდეგ აი ეს დეტალი, რომელიც ეხმარება ეკრანის შეცვლისას ეკრანზე შეუხებლად აი ამის დახმარებით ამოღება დავუშვათ ტელეფონიდან. ასევე მოყვება აი ესეთი პლასმასი, რომელიც გვეხმარება ტელეფონის დაშლაში და აი ეს არის თვითონ აი კიდევ ერთი ცალი პლასმასი, არ ვიცი რა თქმა უნდა ამდენი პლასმასი, მაგრამ როგორც ვიცი, ყველა ჩინეთიდან, AliExpress-დან ვინც იწერს ტელეფონისთვის აქსესუარებს ან ნივთებს, რა თქმა უნდა, ესეთებს აყოლებენ. არ ვიცი, აი როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგად არის შეფუთული, დაზიანება არ შეემჩნევა. ესე რომ ამ გამყიდველს დაუწერ 5-ს, რადგან კარგად შეფუთა. ისინი გადავდოთ, მოდით გავხსნათ თვითონ ეკრანი. ეს ამოვიღოთ თვითონ ეკრანი. აი ესე გამოიყურება მეგობრებო ეკრანი. ეს არის Xiaomi Mi 4-ის ეკრანი. ნუ ორიგინალი არის თუ არა, ეს არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ სავარაუდოდ წესით დარიგით ორიგინალი უნდა იყოს, რადგან Xiaomi ჩინური კომპანია, ესეც თავისი შლეიფები ეგრეთ წოდებული, ამას ვეცდები არ შევეხო. ეს არის ალბათ რაღაც სპეციალური, თორემ ეს უნდა იყოს წებო, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთი პლუსი ის არის, ალბათ საჩუქარია ეს, მოყვება, კომპლექტში მოყვება, თორემ ეკრანის შუშა უნდა იყოს ეს. კი, აი ეს არის ეკრანის შუშა.
ესეთი შუშა, რომელიც შეგვიძლია შემდეგ ტელეფონზე დავაკრათ. როგორც ხედავთ, მთავარი ის იყო, რომ ჩამოვიდა სწრაფად, ჩამოვიდა უსაფრთხოდ, არ არის დაზიანებული. თუ გიგსურთ მსგავსი ნივთების შეძენა AliExpress-ზე, აუცილებლად გირჩევთ, რომ კარგად მოიძიოთ გამყიდველზე ინფორმაცია, აუცილებლად მიაქციოთ ამ მაღაზიის რევიუებს, რადგან ბევრი მომხმარებელი კომენტარებს ტოვებს, ასე რომ თქვენც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ მომენტს, რაც მნიშვნელოვანია. თუ დაინტერესდებით ამ ნივთის შეძენით, ეს დაახლოებით $21 თუ $24 ყიდა დარეგისტრირების შემთხვევაში, კითხვები მომწერეთ Facebook გვერდზე, ან გამოიწერეთ ჩემი არხი და აქვე ნახავთ საინტერესო ვიდეოებს. დღეისთვის მეგობრებო, სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. კარგად გრძანდებოდეთ.